ჩვენ ვირჩევთ უნივერსიტეტს, ხელების შორს ტექნოლოგიური უნივერსიტეტისგან და სხვა შინაარსის ტრანსპარანტებით სტუდენტები ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობის წინ შეიკრიბნენ და ბათუმის საკრებულოს მიმართეს. ისინი შენობისთვის სასწავლებლის პროფილის შენარჩუნებას მოითხოვენ. სტუდენტებთან ერთად აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის წევრებიც იმყოფებოდნენ. ბათუმის საკრებულოში კომენტარი არ გააკეთეს, როგორც უწყების პრესსამსახურმა გვაცნობა, შენობა საქართველოს ეკონომიკის ბალანსია და სტუდენტებმა აღნიშნული მოთხოვნით სწორედ ამ უწყებას უნდა მიმართონ. მოითხოვთ, რომ ერთი წესიერი ნორმალური უნივერსიტეტი გქონდეს ბათუმში, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ესე იყო იმ მთავრობის მიზანი, რომ გაკეთებულიყო უნივერსიტეტი. აქ ვართ აპოლიტიკური ხალხი მოსული და გვინდა რომ გაკეთდეს ნახდათ გქონდეს ქალაქში ერთი ნორმალური უნივერსიტეტი. მიმართავთ ბათუმის საკრებულოს, რომელსაც შეუძლია რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს და მოგცეს სტუდენტებს განვითარების საშუალება. იმ ფონზე, როდესაც ბათუმელი და აჭარელი აბიტურიენტების უმრავლესობა ცდილობს რომ მოხდეს ქვეყნის ცენტრალური ქალაქის უნივერსიტეტებში და მიიღოს ნორმალური განათლება. ჩვენ გვინდა რომ ბათუმში ის იდეა, რასაც ქვია საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა, პოლიტიკური ინტერესების გამო არ ჩაგდეს. გვინდა რომ დარჩეს ამ შენობაში, ან და გამოყოს ხელისუფლებამ ალტერნატიული შენობა და განაგზავნოს ის იდეა, რომ მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამ მართლაც საერთაშორისო განათლება.